სოციალური ქსელების განვითარების და კონტენტზე მოთხოვნის ზრდის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით კონტენტ კრეატორების შემოსავლები საკმაოდ მკვეთრად და დრამატულად იზრდება. წლების წინ თუ კი ამ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ინფლუენსერებად მოვიხსენიებდით, დღეს ამისი თქმა პრინციპულად არასწორი იქნება, რადგანაც ეს ადამიანები უკვე არიან პროფესიონალი კონტენტ კრეატორები, რომლებიც თავიანთ კარიერას, თავიანთ მოღვაწეობას და თავიანთ ბიზნესებს სწორედ კონტენტის შექმნას უთმობენ, ხოლო კონტენტის დისტრიბუციისათვის არის რამდენიმე არხი, იქნება ეს Instagram, Facebook თუ ყველაზე მნიშვნელოვანი YouTube, სადაც როგორც წესი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტენტი და ყველაზე ძვირადღირებული კონტენტი არის წარმოდგენილი. თავად სტატისტიკაც შთამბეჭდავია, რადგანაც Forbes-ის დათვლებით გასული წლის განმავლობაში 50-მა ყველაზე მაღალ შემოსავლიანმა კონტენტ კრეატორმა ჯამში მიიღო $853 მილიონი. ეს არის რეალური შემოსავალი და არც უბრალო ბრუნვა აქ. ფაქტობრივად მოგებაზე გვაქვს საუბარი, რომელიც წლიურად არის 18%-ით გაზრდილი, ანუ ნახტომი არის დრამატული, რადგანაც მე ეჭვება საერთოდაც იყოს ისეთი ინდუსტრია, რომელიც ყოველწლიურად 18%-ით უფრო მეტ მოგებას წერდეს, ამიტომაც ამ მიმართულებით სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია. აქვე საინტერესო ის არის, რომ თავად აუდიტორიაც იზრდება, უკვე დაახლოებით 3.5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს ამ სერვისში ცხადია შედის როგორც სმარტფონებზე გათვლილი კონტენტი, აგრეთვე ძალიან ბევრ YouTube არხს ადამიანები უყურებენ თავიანთი სმარტ ტელევიზორების დახმარებით, ხოლო რა თქმა უნდა ეს იმაზე მიუთითებს, რომ სეგმენტი უკვე დაყოფილია და საბოლოო ჯამში YouTube უფრო მეტ ბაზრის წილს ითვისებს და ამ მხრივ YouTube შეგვიძლია ტელევიზიის მთავარ კონკურენტადაც კი განვიხილოთ. თუ კი დავუჯერებთ ანალიტიკოსების შეფასებებს, ერთ-ერთი მათგანი არის ასეთი Goldman Sachs-ი, წამყვანი საინვესტიციო ბანკი, მისი ანალიტიკური დეპარტამენტის შეფასებით, ეს ტენდენცია მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელდება და მომავალში კონტენტ კრეატორები სავარაუდოდ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ, ხოლო მათი შემოსავალი ძირითადად არის დამოკიდებული მათი აუდიტორიის ზომაზე. ამერიკული Forbes-ი დაინტერესდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონტენტ კრეატორებით და შექმნა ერთგვარი სია, რომლის სათავეში არის ჯიმი დონალდსონი, რომელიც უფრო ცნობილია Mr. Beast-ის სახელით, ეს არის YouTube-ზე ყველაზე მეტი გამომწერის მქონე პიროვნება და აგრეთვე სხვა სოციალურ ქსელებშიც მას ჯამში ყავს 634 მილიონზე მეტი მხარდამჭერი გამომწერი, რომელთა დახმარებით მან მიიღო $85 მილიონი შემოსავალი საანგარიშო პერიოდში, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გაცილებით დიდი თანხები, რომელსაც ის ატრიალებს საკუთარ ბიზნესებში, რადგან მას ძალიან ბევრი მიმართულება აქვს, უშუალოდ მის YouTube არხზეც მრავალმილიონიანი პროექტები იმართება ძალიან ხშირად, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ის ამ პროექტებით მოგებას არ ნახულობს, არამედ ყოველთვის აინვესტირებს ფულს, მაგრამ მას აქვს აგრეთვე ორი ძირითადი ბიზნესი, ესენია Mr. Beast Burger, ანუ ბურგერების რესტორანი და Feastables შოკოლადის კომპანია, რომელიც მოჩვენებს აქ თუ არის ეს შოკოლადი ხელმისაწვდომი. ამ ფულით და ზოგადად მისი ცნობადობით Mr. Beast-ი ძალიან ბევრ კარგ საქმესაც აკეთებს, მას 100-100 ხე აქვს დარგული მსოფლიოს მასშტაბით, სიღარიბიდან ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ამოყვანილი და ზოგადად სოციალური პროექტები ძალიან ცნობილია, ხოლო სოციალურ პროექტებს უმეტესად ახერხებს მათ ხარდაჭერას და დაფინანსებას სხვადასხვა პროექტები და კომერციული განთავსებებით, რომელიც მას YouTube არხზე აქვს. წლების განმავლობაში მას ძალიან ბევრი გიჟური რამეც გაუკეთებია, მაგალითად ერთი კვირა გაუტარებია გამოქვაბულში, აგრეთვე 24 საათი მიწის ქვეშ დამარხულიც კი იყო, ასეთი ჩელენჯის გაუკეთებია, აგრეთვე ძალიან პოპულარული კორეული სერიალი Squid Game-ის რეალურ სივრცეში გადმოტანა მოახერხა, რაც დაახლოებით $9 მილიონი დაუჯდა და რეალურად ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ხოლო თავად მისი კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა ის იყო 13 წლის და მას შემდეგ უკვე ძალიან ბევრი გამომწერი ყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეორე ადგილზე ასევე ძალიან ცნობილი იუთუბერია წარმოდგენილი, ეს არის დარმენი, რომელსაც ჰყავს 127 მილიონი გამომწერი, უბრალოდ ის სხვა იუთუბერებისაგან იმითი განსხვავდება, რომ მას აქვს საკუთარი კინოსტუდია და ის ფაქტობრივად კონკურენციაში შედის ინდი ფილმების სტუდიებთან, რადგანაც ის იღებს ფილმებს სრულმეტრაჟიანს და ასევე მცირემეტრაჟიანსაც, ზოგიერთი მისი ფილმი 4 საათსაც კი აღწევს და შესაბამისად ფილმის გადაღება თავისი არსით საკმაოდ დიდ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანი ამ ბიზნეს მოდელით საკმაოდ დიდ შემოსავალსაც იღებს, რადგანაც თუკი ტრადიციული კინოსტუდიები ფილმებს უმეტესად ყიდიან დისტრიბუციის არხებით და კინოთეატრებით, ის თავის პროდუქციას მარტივად რომ ვთქვათ, ყიდის YouTube-ის მეშვეობით, იქ რა თქმა უნდა რეკლამებიც ინტეგრირებულია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მომხმარებელი უყურებს მის პროდუქციის, ნახავს რა თქმა უნდა რამდენიმე რეკლამასაც YouTube-ის მხრიდან და აი ამ სქემით ის ახერხებს წლიურად დაახლოებით $56 მილიონი შემოსავლის მიღებას. თავად ეს ადამიანი 51 წლის არის და ის გეგმავს, რომ საკმაოდ დიდ მოთამაშედაც ჩამოყალიბდეს
ეტაპობრივად საერთო ჯამში კინოპროდუქციის მიმართულებით და მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ყველაზე შემოსავლიანი კონტენტ კრეატორების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ჯეიკ პოლი, აგრეთვე პოლების ოჯახის წარმომადგენელი, უმცროსი ძმა, რომელიც ბოლო პერიოდში ბოქსიორი გახდა პროფესიონალი, მაგრამ მისი კარიერა ჯერ კიდევ 2013 წელს ვაინის პლატფორმაზე დაიწყო, მოკლე ვიდეოებს იღებდა ის იმ დროს და მოახერხა დაახლოებით 5.5 მილიონი გამომწერის პოვნა და 2 მილიარდზე მეტი ნახვის დაგროვება თავის დროზე, როცა ეს პლატფორმა იყო პოპულარული, მოგვიანებით გადავიდა YouTube-ზე, თუმცა ისედაც Disney-ის არხზე იყო ის რამდენიმე სერიალში ხელმისაწვდომი და ზოგადად ცნობადი ფიგურა იყო წლების განმავლობაში, უკვე ბოლო პერიოდში არის პროფესიონალი ბოქსიორი, მათ შორის ჩხუბი ჰქონდა ლეგენდარული მაიკ ტაისონის წინააღმდეგ, ეს რა ტიპის ჩხუბი იყო და ასე შემდეგ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტია და აგრეთვე მას აქვს რამდენიმე კომპანია, ერთ-ერთი არის Anti-Fund, ვენჩურული ფონდი, რომელიც სხვადასხვა სტარტაპებს და კომპანიებს აფინანსებს, აგრეთვე W's ბრენდის ქვეშ ცნობილი თავის მოვლის საშუალებების ხაზი და აგრეთვე სპორტული გემბლინგის კომპანიაც აქვს, რომლის სახელწოდება არის ბეთერი. აგრეთვე საკმაოდ დიდ შემოსავალზე არიან გასულები Brett and Link-ი, ეს არის YouTube არხი, დუოსაგან შემდგარი, რომლებიც რეალურად კონტენტს ქმნიან 2001 წლიდან დამოყოლებული, უბრალოდ იმ დროს YouTube-იც კი არ იყო წარმოდგენილი ესე დომინანტად, შესაბამისად მათი შემოქმედება ასწრებს თავად YouTube-ის არსებობასაც კი, მაგრამ დღეისათვის უკვე ისინი საკმაოდ სერიოზულ ბიზნესმენებადაც ჩამოყალიბდნენ ამ პერიოდში, რადგანაც გამომწერების რაოდენობა არის უკვე 34 მილიონი და ისინი ამ გამომწერების ხარჯზე წლიურად დაახლოებით 36 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღებას ახერხებენ, ხოლო თავად ჩანელი არის კომედიური შინაარსის, მაგრამ კომედიასთან ერთად იქ სატირაც არის, საგანმანათლებლო შინაარსიც დებს და სხვადასხვანაირ მიმართულებებს ავითარებენ. კონტენტის ხარისხით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩანელი არის ის YouTube-ზე უკვე თანაც მრავალი წელია. შემოსავლით მეხუთე ადგილს იკავებს ალექს კუპერი, რომელიც ცნობილია უმეტესად მისი პოდკასტით, რომლის ძირითადი აუდიტორია ქალები არიან. ამ პოდკასტის და სხვა პროდუქტების საშუალებით მან მოახერხა დაახლოებით 22 მილიონი დოლარის მიღება საანგარიშო პერიოდში, სულ რაღაც 30 წლის არის და ყოლია გადაცემაში ისეთ სტუმრები, როგორც არის მაილი საირუსი, კამალა ჰარისი, სიმონ ბაილსი და აგრეთვე ჯონ მეირი და ცხადია ძალიან ბევრი სხვა სახელის, მათ შორის კარდაშიანების ოჯახის არაერთი წარმომადგენელი ყოლია სტუმრად, რაც უკვე ძალიან ბევრზე ნიშნავს, რადგან თავად ეს სტუმარი ყველა მათი გამომწერების რაოდენობა ისედაც ასობით მილიონია და ცხადია ეს ყველაფერი ახდენს გავლენას უშუალოდ მის პოდკასტზე, რომელთაც ის 10 მილიონ დოლარს შეუძლებს.